ამჟამად კანონში ამ ბინადრობის შესახებ კანონმდებლობა დღევანდელი საქართველოსი არის ძალიან ლიბერალური და შესაბამისად იგი გზას უხსნის უამრავ მიგრანტს, რომ მიიღოს საქართველოში ბინადრობის უფლება და შემდგომ გარკვეული პერიოდის მერე ეს ბინადრობის უფლება გადავიდეს საქართველოს მოქალაქეობაში უკვე და შესაბამისად ამან გამოიწვია ჩვენ ვნახეთ ის, რომ საკმაოდ დიდი შემოდინება არის ჩვენს ქვეყანაში მიგრანტების და რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებებში ამჟამინდელად და ამ ეტაპზე რაც გვაქვს კანონმდებლობაში არის ის, რომ ბინადრობის უფლება შეუძლია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ყიდულობს $100,000 ღირებულების უძრავ ქონებას. ეს ცოტა ადრე იყო შედარებით დაბალი, 40,000 იყო. შემდგომ გარკვეული ცვლილებები განახორციელა ხელისუფლებამ და უბრალოდ ეს თამასა აწია უფრო მაღლა და ეხლა ახალი ცვლილებით, როგორც ვიცით, $150,000-ზე აწიეს. რეალურად ეს არის უბრალოდ ის ფასი, ანუ ის გადასახადი, რითაც შეუძლია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლება და აქ მარტო მასზე არ არის საუბარი, როგორც იმას შეუძლია მიიღოს, ასევე მისი ოჯახის წევრებს შეუძლია მიიღოს შემდგომ უკვე ამის საფუძველზე ბინადრობის უფლება, ანუ მეუღლე იქნება თუ შვილები. შესაბამისად, ის რომ მან ეს ბინადრობის უფლება გაიხანგრძლივოს, ყოველ წელს უნდა მიმართოს უბრალოდ რეესტრს და სიმართლე გითხრათ, არსებული პრაქტიკითაც არავინ აღარ ამოწმებს ეს ქონება მას აქვს თუ არა აქვს. ანუ შეუძლია მერე გაყიდოს ეს ქონება და ეს ბინადრობის უფლება გაიხანგრძლივოს კიდევ. და არის მეორე ჩანაწერი კანონში მნიშვნელოვანი ის, რომ $300,000 ინვესტიციის საფუძველზე, ოღონდ გაურკვეველი და ბუნდოვანია კონკრეტულად ეს ინვესტიცია, რამდენად ასე ვთქვათ, გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ამ ინვესტიციაში და შემდგომ არის კანონში გარკვეული დათქმები, რა ბრუნვა უნდა ქონდეს ამ ინვესტიციას და საკმაოდ დაბალი არის ეს, ასე ვთქვათ, მინიმალური არის და უშუალოდ საშუალო შემოსავალი რომ აქვს ადამიანს დაახლოებით ასეთ თანხებზე არის საუბარი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ იღებს უკვე 5 წლიან ბინადრობის უფლებას. და შესაბამისად მას სულ რაღაც ორჯერ უწევს მიმართვა. ერთხელ პირველ თავიდან და შემდგომ 5 წლის მერე და შემდგომ უკვე შეუძლია საქართველოს მოქალაქეობაზე გააკეთოს განაცხადი. შესაბამისად, ეს ნორმები მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ დროისთვის შეიძლება წარსულში არ იყო იმდენად აქტუალური და უშუალოდ 15-20 წლის წინ, იმიტომ რომ ნაკლებად მიმზიდველი იყო მაშინ საქართველოს სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ დღესდღეობით შეიცვალა ეს ვითარება და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე და ნებისმიერი ადამიანი ვინც კი მოძრაობს ქუჩაში, რომ ეს ბალანსი დღითიდღე იცვლება და ეს იმ ფონზე, როდესაც გადინება არის საკმაოდ მაღალი საქართველოსთან, იმიტომ რომ აქ ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი სამუშაო პირობები. ჩვენ ვხედავთ, რომ დემოგრაფიულად და შობადობით გვაქვს საკმაოდ დიდი უკუსვლა გარდაცვალებასთან მიმართებაში, პლუს ის, რომ ახალი ოჯახები აღარ იქმნება ისე, როგორც უნდა იყოს, ინგრევა ოჯახები, ამაზე მუშაობს ასევე საკმაოდ ხისტად სისხლის სამართლის კანონმდებლობაც. და შესაბამისად საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშე დგას დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა და თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქ საჭირო არის დროში მოქმედება, იმიტომ რომ გარკვეული დროის მერე შეიძლება საკმაოდ დაგვიანებული აღმოჩნდეს ეს ნაბიჯები და ზუსტად ეს საკანონმდებლო ცვლილებები პირველ რიგში ამ ეტაპზე ამ ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით იქნა მიმართული, რომ საერთოდ ამოღებული იქნას მსგავსი ჩანაწერები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს რა თანხა იქნება, არ უნდა ჰქონდეს ბინადრობის მიღების უფლება. შესაბამისად, ზუსტად აი ეს კანონმდებლობის ის მუხლები, რითაც შევიტანეთ და რა ცვლილებებიც მოვითხოვეთ, არის ეს შინაარსი გაჟღერებული მათში, რასაც შემდგომში დაჭირდება მინიმუმ 25,000 ხელმოწერა. თუ კი ამას ასე ვთქვათ მიიღებს პარლამენტი და რაც შეეხება უშუალოდ პეტიციაში უფრო ფართოდ არის გაშლილი, აქ მარტო ბინადრობაზე არ გვაქვს საუბარი, იმიტომ რომ გარდა ბინადრობისა ჩვენ საკმაოდ სერიოზული პრობლემა გაქვს ვიზებთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით ბოლონდროინდელი პარლამენტის მიღებული დადგენილებაც, სადაც ჩამოწერილი არის უამრავი ისეთი ქვეყანა, რომელიც არ ვიცი, ზოგიერთი ქვეყანა ალბათ თითოეული ადამიანისთვის რაღაც ტერორისტულ დაჯგუფებასთან უფრო ასოცირდება, ვიდრე ჩამოყალიბებულ ქვეყანასთან და ამ ქვეყნებთან აბსოლუტურად, ასე ვთქვათ,
უვიზო მიმოსვლას დაემსგავსა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის ერთწლიანი ვიზა თუ აქვს, მას შეუძლია შემოვიდეს საქართველოში და აქ დაჰყოს 1 წელი, ამ შემთხვევაში ვცხოვრობ ვიზასთან მიმართებაში და ამას მოყვება მე უკვე ბინადრობაც ხო შემდგომში. და აქ საკმაოდ დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანები, აი პირობითად ვამბობ, ახლა ამ შემთხვევაში მე არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს, ადამიანი, რომელიც ხა ინდოეთში ცხოვრობს და სამსახურში 4 საათი მატარებლის სახურავზე ზის რომ ჩავიდეს, იმისთვის საქართველო არის ბევრად მისაღები ქვეყანა, ბევრად სასურველი ქვეყანა და ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აქ დამკვიდრდეს და ამას ჭირდება გარკვეულ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შრომა, ამას ჭირდება ძალიან დიდი შემოწმება, დიდი, ასე ვთქვათ, სტრუქტურების მუშაობა, რომ თუ კი ადამიანი შემოდის როგორც ტურისტი, ან შემოდის როგორც დაათვალიეროს ეს ქვეყანა და შემდგომ დაბრუნდეს, ჩვენ ხედავთ, რომ საიმიგრაციო სამსახურ დეპარტამენტი, ასე ვთქვათ, რაც არის დღესდღეობით წარმოდგენილი, თვეში დაახლოებით 25 ადამიანზე გვაქვს ხოლმე საუბარი დეპორტაციასთან დაკავშირებით, რასაც ვიგებთ, რაც ზღვაში წვეთი არის. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს ცალკე ჩამოყალიბებული სტრუქტურა, როგორც საიმიგრაციო სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ერთი დეპარტამენტი, რომლის რესურსი ფიზიკურად არ იყოფა, უბრალოდ ფიზიკურად არ იყოფა იმას, რომ ეს ამ ადამიანების დეპორტაცია მოხდეს დროულად და კანონის ფარგლებში და აქ არის კიდევ მეორე საკითხი, რასაც ჩვენ არ ვახსენებთ, მაგრამ ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად ჩვენი სახელმწიფოს შემოწმების გარეშე შემოდის საზღვარზე, ჩვენ არ ვიცით მათი წარსული, ჩვენ არ ვიცით მათი, ასე ვთქვათ, დანაშაულებრივი ქმედება ჰქონდა მას განხორციელებული თუ არა, ან არის თუ არა რაიმეში, ასე ვთქვათ, წარსულში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და შეიძლება აქ რაღაც გარკვეული კრიმინალური მდგომარეობაც კი გააუარესონ ამ ადამიანებმა და ამას ვერ ვამოწმებთ ესე შემოდიან ეს ადამიანები და ეს საკმაოდ დიდ საფრთხეს ქმნის ჩემის აზრით, იმიტომ რომ არ ვიცით ხვალ და ზეგ, ანუ მაინც და მაინც რაღაც უნდა მოგვიხდეს, რომ დაუშვათ ამაზე გავაკეთოთ აქცენტი და ესეც მნიშვნელოვანი იყოს და არ შეიძლება რომ რაღაც სხვა ქვეყანა გვიწყვიტავდეს და სხვა ქვეყნის რაღაცა ერთწლიანი ვიზა თუ აქვს მაგალითად სხვა ქვეყნის, ეს იყოს ჩვენთვის რაღაც სრულიად ასე ვთქვათ, აბსოლუტური ჭეშმარიტება და აღარ ხდებოდეს უკვე შემოწმება. და ეს საკმაოდ რთული არის და აქ ჩვენ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ჩვენი, ასე ვთქვათ, დეპარტამენტის დონეზე მიდის მუშაობა ამ მიგრანტებთან მიმართებაში და მაშინ, როდესაც აგერ იყო შემთხვევა, ახლა ვუსმენთ ჩვენ ხოლმე, როდესაც საგამოძიებო კომისია მიდის, რომ ასე იგი ჩორჩენას ეპიზოდთან დაკავშირებით, რომ უშიშროებამ არ იცოდა, რომ ეს შენდებოდა, ამ ადამიანებმა როგორ უნდა გაარჩიონ საერთოდ ინდოელი და პაკისტანელი ერთმანეთისგან საქმეზე რომ მიდგეს და ვიღაცა დამნაშავე ან კრიმინალი თუ შემოიპარება, როგორ უნდა მოხდეს მისი ამოცნობა და მისი დადგენა, საკმაოდ რთული იქნება. ამ ყველაფერს ჭირდება სერიოზული კონტროლი, ამ ყველაფერს ჭირდება სერიოზული დალაგება და ესე უკონტროლო მიგრაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ხდება და მით უმეტეს ვხედავთ, რომ სამუშაო ადგილების დაკავება ხდება ჩვენ ქვეყანაში ინტენსიურად და ქართველები კიდევ და საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყანაში ეძებენ გამოსავალს, გარკვეული დროის მერე და ეს იქნება ძალიან მალე სერიოზულ პრობლემებს მოიტანს იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართლა საქართველოს განვითარება და საქართველოში ცხოვრება უნდა, თორე არანაირ პრობლემას არ მოიტანს ეს იმ ბიზნეს ჯგუფისთვის და იმ ბიზნესმენებისთვის, ვისაც ანუ უფრო მაღალი ღირებულების არის ის, რომ მაგალითად კორპუსი ჩადგას და რამოდენიმე მილიონის მოგება ნახოს და გაყიდოს, ეს არ აქვს მისთვის მნიშვნელობა ვისზე და არა დაუშვათ მისთვის ეს მისაღები იქნება ყოველთვის და ეს გაჟღერებული იქნება ღიად მოგეხსენებათ ამის წინაც, რომ აი ეს ვერ გაუქმდება და უბრალოდ აწიეს თანხა და რეალურად გაუძვირეს უძრავი ქონება და ანუ ბინადრობის მიღება გაუძვირეს ამ უცხოელ მოქალაქეებს და შესაბამისად ეს ცვლილებები მოყვება ამას და რეალურად საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამაში მნიშვნელოვანწილად, უნდა ასე ვთქვათ გამოფხიზლდეს, არ შეიძლება ესე ყველაფერზე თვალების დახუჭვა, იმიტომ რომ ერთ დღესაც შეიძლება თვალი გაახილონ და საერთოდ ვეღარ იცნონ რომელ ქვეყანაში არიან და საერთოდ ვეღარ იცნონ ის, რომ ის კულტურა და ის სოციუმი, რომელიც მათ გარშემო არის, აბსოლუტურად სხვანაირი კულტურით და სოციუმით იყოს ჩანაცვლებული. კი ბატონო, აი რაც ახსენე ახლა ეს არის
გაძვირება, ხო, კერძო საკუთრების შეძენის, ის რაც ხელისუფლებამ განახორციელა. გაძვირება, კი ბატონო, 100.000-დან 150.000. თუმცა ინვესტიციას არ შეეხო და დატოვა ისევ 300.000. კი ბატონო. გასაგებია ალბათ ისიც, რომ ეს თანხის ცვლილება იმით არ არის გამოწვეული, რომ ვიღაცამს მერე 50.000-ის გამო უკან დახევა მოუწიოს და აღარ იყიდოს ეს უძრავი ქონება. აქ რა თქმა უნდა, ბიზნეს ინტერესები და სამშენებლო სექტორის დიდი გათვალისწინება და დიდი ხელის შეწყობა მიმდინარეობს. როცა ჩვენ საუბრობთ ხოლმე როგორც ამ მიგრანტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ასევე პეტიციაზე, ყოველთვის შემდეგ ალბათ მოსწევს ეს კითხვა და ვსვამთ ხოლმე კითხვას იმის შესახებ, რამდენად მოხერხებადი იქნება, რომ ხელისუფლება დაუპირისპირდეს სექტორს, რომელთანაც ყველაზე ახლოს არის და პრინციპში ბიზნეს ინტერესები ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხო? მაგალითად, გუშინ თუ ორცდები იყო ბიზნესთან შეხვედრა და იქიდან გამოსულმა არქის ხელმძღვანელმა თუ არ მეშლება ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ამ მიმართულებით ანუ არაფერი რაღაც საფრთხის შემცველია თუნდაც ბიზნესის მიმართ არაკეთილ მოსურნე გადაწყვეტილებების მიღებას ქართული ოცნება არ აპირებს. შესაბამისად, აი აქ რამდენად შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ხელისუფლება რაღაცნაირად დათმობს ბიზნეს ინტერესებს და მასზე წინ სახელმწიფოს ინტერესს დააყენებს. იმიტომ რომ სინამდვილეში რომ ვისაუბროთ, ალბათ ყველაზე მეტად სწორედ სამშენებლო სექტორი არის ის, ვისი გათვალისწინებაც ხდება და ვინც ამ ყველაფრით სარგებელს ნახულობს, ხო? სხვა ალბათ არავინ, რაღაც კონკრეტული კერძო კომპანიები და ეს სამშენებლო კომპანიები, რომლებიც შემდეგ ყიდიან ამ თავის აშენებულ ბინებს და ჩვენ ხედავთ, რომ დედაქალაქში უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს, ხედავთ, რომ სტადიონების ფაგიურათაც კი უკვე კორპუსები არის ჩადგმული და რაც ყველაზე დიდი უბედურება, ალბათ ხედავთ, როგორც არაბულ, ასევე სხვადასხვა ენებზე, ინგლისურ, რუსულ ენებზე ნაწარმოებ რაღაც რეკლამას და კამპანიას, რომ საქართველო ძალიან ხელსაყრელი რეგიონი არის იმისთვის, რომ ადგილი არის უпростоრად იმისთვის, რომ აქ იყიდონ უძრავი ქონება, დასახლდნენ და იცხოვრონ მშვიდად და მათთვის ყოველ შემთხვევაში უდარდელად, იმიტომ რომ მათთვის პრობლემები არ შეეხებათ მათ ჩვენს. ნაკლებად ჯერა იმის და ნაკლებად მგონია, რომ ხელისუფლება თავისივე თავს დაუპირისპირდეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო ბიზნესი ძირითადად მოქცეულია იმ ადამიანების ხელში და ეს არ არის დამალული, რომლებიც ხელისუფლებას წარმოადგენენ, რომლებიც პარლამენტში არიან თუ რომელიც სხვადასხვა ასე ვთქვათ, სახელისუფლებო ორგანოებში არიან გადანაწილებულები. შესაბამისად, ის ამას ნაკლებად რომ მათ შეიზღუდონ ეს ყველაფერი, შესაბამისად ამასთან დაკავშირებით არ მგონია, რომ ხელისუფლება იძულების გარეშე, ან იძულებითი ნაბიჯის გარეშე, რომელიც რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა აიძულოს, თავისინებით ამაზე წავიდეს და თავისინებით ამას დაუპირისპირდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ თუნდაც აი ამ ნაბიჯით, რომ 50-ით გაზარდეს ეს ბინის ღირებულება და სხვა ცვლილება არანაირი არ შეიტანეს კანონში, არსებულ კანონში. მაშინ, როდესაც თუ კი ჭირდებათ დაჩქარებული წესით, უამრავ საკანონმდებლო აქტებს იღებენ და უამრავ კანონებს იღებენ, რომელიც სამწუხაროდ ჯერჯერობით რაც ჩანს უფრო და უფრო ამძიმებს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას. შესაბამისად, ამისი ილუზია და ამის წარმოდგენა მე თუ მკითხავთ, არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ თავისინებით ხელისუფლება ადგება და ამ ბიზნესს გარკვეულ ასე ვთქვათ, შემაკავებელს ან გარკვეულ რაღაც მინიმუმ გაჩერების საფუძველს, გაჩერებას არ ქვია ამას, იცით რა არის, რომ აი ეხლა რა ხდება, უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს ამ ეტაპზე, არა მარტო თბილისში, არამედ ბათუმში და საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი თანხები იდება ამ ყველაფერში. თანხების დიდი ნაწილი შემოდის ისევ უცხოური ბიზნეს ჯგუფებისგან და უცხოური ბიზნეს ჯგუფებისგან შემოდის ისევ და ისევ იმიტომ, რომ შემდგომში ამ ყველაფრის გაყიდვა ან გაქირავება მოხდეს უცხოელებზე. შესაბამისად, საკმაოდ რთული ვითარება, ჩვენ ვიცით ახლა აგერ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული იქნა, რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოდის. ოღონდ არავინ არ ვიცით რეალურად, ანუ სახელმწიფოსგან არ მოგუსმენია, თორე ის ვიცით ჩვენ, რომ ამაში გაიყიდა ისეთი ადგილები და გადაეცემათ სამშენებლოდ ისეთი ადგილები, რომელსაც ზოგჯერ ან ტყეპარკი ან სპეციალური გამწონება არის.
მაგრამ არც ის ვიცით, ასე ვთქვათ, რეალურად და ოფიციალურად რისთვის შემოდის ეს თანხა და არც ის ვიცით შემდგომში ეს თანხა რაში უნდა დაიხარჯოს და საერთოდ მოხმარდება თუ არა საქართველოს უბრალო მოქალაქეების კეთილდღეობას. არც ის ვიცით ამავდროულად, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, არც ის ვიცით სახელმწიფო რა ვალდებულებებს იღებს თავის თავზე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მწყარეთ და მძიმე გამოსვლა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ შემდგომი ნაბიჯებით, მაგალითად, რომელსაც ამას ძალიან მალევე მოყვა ზუსტად ის მოდი პირდაპირ თქვათ რაღაც ვიზა ლიბერალიზაციის ნაბიჯი და შესაბამისად მყისიერად გამოჩნდა, რომ ერთ-ერთი თამდევი აი ამ 6 მილიარდიანი შესაძლო ინვესტიციის პირველი ის იყო, რომ ამ ინვესტიციის შემკვეთის ასე ვთქვათ, ფაქტიურად კითხვის გარეშე, ანუ ვისაც იტყვის ის ადამიანები უნდა შემოუშვან ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ზუსტად ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც ალბათ მომავალში ან დასახელდებიან აქ, ან და ჩაიბარებენ იმ ასე ვთქვათ, განხორციელებულ ინვესტიციას, რაც აქ უნდა გაგრძელდეს შემდგომში.